სავარაუდოდ რუსთავის ყველაზე მკაცრი ციხიდან საბადრაგო სამსახურს ალეკო ელისაშვილი უკვე საქალაქო სასამართლოში ყავს გადმოყვანილი და ის სპეციალურად მსჯავრდებულებისთვის განკუთვნილ სივრცეში ელოდება სასამართლოს ხდომის ჩანიშვნას. დღეს ხდომას დაესწრება დაპატიმრებული პოლიტიკოსი, თუმცა კონკრეტულად დრო უცნობია, რომელ საათზე დაიწყება სასამართლოს ხდომა. ელისაშვილის საქმეზე მოსამართლე შეცვალეს. ახლა ლელა მარიდაშვილმა უნდა განიხილოს სწორედ ალეკო ელისაშვილის საქმე, მან უნდა ჩანიშნოს პირველი სასამართლოს ხდომის თარიღი, თუმცა ადვოკატებს უთხრა, რომ ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ საათზე ჩაატარებს სასამართლოს ხდომას. უფლებადამცველები ამ საქმის აბსურდულობაზე საუბრობენ, ამბობენ, რომ ალეკო ელისაშვილს ედავებიან სიტყვა არაკაცის თქმას, მაშინ, როდესაც პოლიციელი, რომელიც მან ძალადობაში ამხილა, თავისუფლად გადაადგილდება, ისევ ძალოვან უწყებაში არის დასაქმებული, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა მას უმძიმესი ბრალდება წარუდგინა. ახალი საქმე, რომელზედაც ბრალდება წარედგინა სასამართლოს უპატივცემლობისათვის ამ 13 წლიანი განაჩენის გამომტანი საქმის განხილვის პროცესში არის კიდევ ერთი არალოგიკური და ნათელი მაგალითი იმის, რომ თუ ადამიანს ასამართლებ იმისათვის, რომ განადგურება უნდოდა საერთოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში, არალოგიკურია იგივე ადამიანი ამავე სასამართლოს მიმართ უპატივცემლობის მუხლით ახალი სამართლის საქმე აუძრა, რაც ნათლად მიანიშნებს იმას, რომ სამართლებრივი საფუძვლები ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ არაერთი სამართლის საქმეს არ აქვს და ეს არის ისევ და ისევ მისი ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობის განეიტრალებისაკენ მიმართული ნაბიჯი, მისი დისკრიმინაციისაკენ და მისი დემონიზაციის პროცესის გაგრძელება. განისაზღვროს წინა სასამართლოს ხდომის თარიღი და ბრალდებულიც რა თქმა უნდა იქნება დღევანდელ ცნობაზე. ეს მეოთხე საქმე არის უკვე ბოლო 2 წელიწადში. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი საქმე ამ კუთხით და მაგალითი იმისა, რომ მიმდინარეობს ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით დევნა. რა თქმა უნდა, აქ საქმე ეხება მოწმე პოლიციელს, შოთა ჭიპაშვილს და შოთა ჭიპაშვილი არის ის პოლიციელი, რომელიც ალეკო ელისაშვილმა ამხილა სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში, წამებაში და როდესაც ხდომათა დარბაზში შეხვდა გამოძიების ვერსიით მან უწოდა არაკაცი და ახლა წარმოიდგინეთ რა მდგომარეობა გვაქვს ჩვენ და შერჩევითი სამართალის კლასიკური მაგალითი. ანუ ერთ მხარეს ყავს მოწმე პოლიციელი, რომელმაც იძალა და სასტიკი და არაადამიანურ მოპყრობა ჩაიდინა ალეკო ელისაშვილის მიმართ. 8 თვის წინ აქვს ალეკოს ამასთან დაკავშირებით ჩვენება მიცემული გამოკითხული არის მე-6 პენტესურ დაწესებულებაში, თუმცა რეაგირება არანაირი. თუმცა სიტყვა არაკაცზე უკვე მეოთხე ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს. აი ეს არის რეალურად მდგომარეობა დღევანდელი. ტერორიზმის მუხლით მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს 13 წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, თუმცა მეოთხე ბრალდება, რომელიც მას წარუდგინეს, ითვალისწინებს 1 წლის თავისუფლების აღკვეთას. არ არის გამორიცხული, რომ სასამართლომ შეკრიბოს ალეკო ელისაშვილის სასჯელები და დამატებით კიდევ 1 წელი დაუმატონ დაპატიმრებულ პოლიტიკოსს. ყველას აინტერესებს ახლა რა სიტყვის განსასჯელის სკამიდან მეოთხე ბრალდებასთან დაკავშირებით ელისაშვილი. ხდომა ამ ეტაპზე უცნობია, დღეს რომელ საათზე დაიწყება ელისაშვილიც, ისევე როგორც მისი ნათესავები, დაცვის მხარის წარმომადგენლები და გულშემატკივრები ელოდება სასამართლო პროცესის დაწყებას.